წეგან ვისაუბრეთ. პაპა კითხვი, მაგრამ ვისაუბრეთ ნათლია. ბაბუაც ქვიმატი გეყოლებოდა. გრიგორიქსე ვისაუბრეთ რა. ჟორა ნავაძეზე უძვირფასესი პიროვნება ადამიანი. ალბათ თაობის ადამიანი არ არსებობს რომ იმ ადამიანს არ იცნობდეს რა. ბატონო. მაგას უყარდა ხოლმე, გახსოვს ყვითელი ჯიპი რო ყავდა, პატარა. კაბრიოლეტი რა. ამობრუნება რო იცოდა ხოლმე. ის ვარდებოდა გვერდზე. ეს როგორც იჭერდა. რა სიძახი. ნუ ალექსიმ თქვა ფანჯიდუს ეძახდნენ და ეს ხელი რო აიფეთქა. ხო. ნუ მაშინ მარტო წნორში იყო ამბულატორია. და ის დიჟოკი მუშაობდა და იქ გააქციეს რა, რომ ხელი გაეკერათ და სახში რო გავიგეთ რომ ჟორას კაფსული აუფეთქდაო. ნუ წავედით მამაჩემის მეგობრები ჩავჯექით მანქანაში და წავედით რომ მივედით მამაჩემი ეუბნება რომ რა მოგივიდაო ძამულოო და ნუ ეხა ის ცხონებული ენას უკიდებდა რა და ნახეო ძამულო ნახეო რა მომდა მევარწაო და ჩვენი თანასოფრელი ძალიან ისეთი მოძალებული იუმორის ბატონია რა გინდა გრიგორიჩ ორი აფეთქება კიდე დაგჩენია შორი აირო დაამშვიდა კიდე ხო არ მოყვები რა კი ანუ ჟორაზე მოყვები ანუ ოჯახურს მოყვები რა ტამოჟნიაზე მუშაობდა ტამოჟნის უფროსი გახდათ და მოვიდა სახში ღამენათევი დააღლილი და თადული მეუღლე ეუბნება რომ მოკლედ ქალბატონი თადული იყო ჩემი ნათლია თუ ჟორა ხო დღემდე გაურკვეველია, იმიტომ რომ შევეკითხე ჟორას რომ რომელი ხართ ნათლია ჩემი თქო. თადული რომ ხელი ჩაგიყვანა მე ფეხები დაგბანეო. ხო და ქალბატონი თადული ეუბნება რომ ჟორაო გააგდე მარსიკა სახლიდან უხე მონადირე კაცია ეძებარი ყავს სახში და სახლიდან გააგდე. რატომ? ორი დედალი შეჭამაო და გააგდე სახლიდან. გააგდე დედა შენი ექვსი კათამი შეჭამა და გავაგდე მას. ხო აი რა მაგარი ვინმე